ცოტა ირონიითაც უნდა შევხედოთ გარკვეულ საკითხებს, მეგობრებო, აბა რა უნდა ვქნათ. ქართული ოცნება არის რუსეთის FSB-ს ფილიალი აქ საქართველოში. ცხადზე ცხადია ეს. უკლებლივ ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. უკლებლივ ყველაფერი. აი კარგ საქმეებსაც ან რო გონია რომ კარგ საქმეს აკეთებენ, ესეც კი არის FSB-შნიკური საქმიანობა. იმიტომ რომ იმ საქმეს რაც მოგეწონება თითქოს და სკვერი გახსნა კალაძემ, თო ჩაუღრმავდე, აღმოაჩენ რომ ამ სკვერის გახსნაში გაკეთებაში იმდენი ფულია მოტეხილი, რომ აღარც სკვერი გინდა ამის შემდეგ და ეს კიდე მოტეხილი ფულით კიდე ძლიერდება სწორედ FSB-შნიკური პარტია მართველი de facto მართველი პარტიის სახით. მაგრამ ყველაფერთან ერთად ქართული ოცნება არის უნიჭოთა პარტია. უნიჭო ადამიანები არიან. თვალსაწიერი ვიწრო რო აქვთ, იმგვარი ადამიანებით არის დაკომპლექტებული მისი ლიდერშიპი, ეგრეთ წოდებული და მაგალი ალბათობით ესეთი საშუალო რგოლიც და დაბალი რგოლიც მოკლედ ვინც აიulis-ჩაიulis ხოლმე ქართული ოცნების ცენტრალურ შტაბ-ბინაში და არა მხოლოდ. ვინც ემსახურება ქართულ ოცნებას, აი ექსპერტები რო არიან, მასთან მყოფები, ხო, ისინიც არიან უმეტესწილად რასაკვირველია, უბიცები, ეს რასაკვირველია ასია და უნიჭოები ყველაფერთან ერთად. ამ ქართულმა ოცნებამ უნიჭოთა პარტიამ, იცით თქვენ რომ ბოლო ხანებში მიიღო რეპრესიული რამდენიმე კანონი, აი რუსული კანონი რომ მიიღო 2024 წელს, ეს ხო გვახსოვს და ამის შემდეგ მიიღო კიდე რამდენიმე რეპრესიული კანონი. მათ შორის არის ეს ეგრეთ წოდებული ჩავხედოთ ზუსტად თქვენის ნებართვით კანონი, ეხლავე არ გეგონოთ რომ მაინც და მაინც ვაგვიანებ თუ ბოდიშს ვიხდი. ხო, ამ კანონს ქვია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც ბევრს შეეხება ყველას, გვისაუბრია ჩვენ ამ თემაზე, ყველას, ვისაც უცხოეთთან დასავლეთთან აქვს რამ შეხება. ოღონდ ამ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში ვერ და არ მოხვდებიან აგენტები, პირდაპირ მნიშვნელობით აგენტები, რომლებიც რუსეთთან ახლო მჭიდრო ურთიერთობაში არიან. აი ასე მაგალითად მარეგულირებელმა კომისიამ რუსულად მაუწყებლის წყევებლობის უფლება მისცა. როგორია ის რომ მირბოდა იმ მიწისძვრის დროს მჟავანაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე. შეიძლება მეშლება, ამიტომ ბოდის ვიხდი. ესეთი ბუთქუნა კაცი როა, იუსტიციის სახლში რო დაადგნენ და აი პირდაპირ მნიშვნელობით აგენტი როა. მოსკოვშიც რო იყო, მოსკოვშიც, არა მჟავანაძე თუ არ ვცდები. ხო, იმას რასაკვირველია ქართული ოცნება არც გამოავლენს და არც ერჩის, იმიტომ რომ ის მისია, ეს მჟავანაძე თუ მჟავანაძეა, მისი იდეური მოკავშირეა. და კიდევ სხვები, მთელი ალტინფო მისი მოკავშირეა, მთელი ხალხის ძალა მისი მოკავშირეა, ხალხის ძალა, ასე რომ ტელევიზია აქვს ის მისი მოკავშირე და ასე შემდეგ, ვინ არ არის მისი მოკავშირე და ქართული ოცნების მსახური ექსპერტებად წოდებულები და ჟურნალისტებად წოდებულების მისი მოკავშირეები არიან. მოკლედ, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი მიიღო და რასაკვირველია, ებრძვის იმ ორგანიზაციებს ან პირთა ჯგუფს ან კონკრეტულ პერსონებს, ვისაც სხვათა შორის არა ფართო გაგებით პოლიტიკური, არამედ აი სპეციფიკური მიმართულების საქმიანობას, ვინც სპეციფიკური მიმართულების საქმიანობას ეწევა. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატირებას. აი ძალიან საინტერესო თემაა. არა, შენც აგენტი ხარო, ამათაც ეურება. ეხლა მე იმ თემას რო აღარ დავუბრუნდე კი არა, რო არ გამექცეს სიტყვა ამ თემასთან დაკავშირებით, ვიტყვი ბარემ რომ ეს არის ერთ-ერთი კანონი, რომელიც მიიღო ქართულმა დეფისი რუსულმა ოცნებამ და გარდა ამისა მან მიიღო შესწორებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რამდენიმე მძიმე მუხლია. და თვითრეგულირების მექანიზმი რო იყო ჩართული მედიაში, ახლა სახელმწიფო აკეთებს რეგულირებას ამა თუ იმ მისთვის სახელმწიფო ანუ ხელისუფლება მისთვის მძიმე მედია პოლიტიკის რეგულირებას ცდილობს და ჩარჩოებში აქცევს ან ეცდება რომ მოაქციოს. ხო და აი ამ ორი კანონის გამოყენებით და უფრო სწორედ მეორე კანონის გამოყენებით, ანუ მაუწყებლობის შესახებ კანონის ახალი რედაქციის გამოყენებით, მან ქართულმა ოცნებამ დაიწყო უკვე მოქმედება და გაგეცინება ვახო ერთი წამით კიდევ ერთხელ, გაგეცინება კაც და გააკეთა ის
რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო და მე ჩავიკითხავ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა ქართული ოცნების წარმომადგენელმა და მოიშველია ეს მაუწყებლობის შესახებ კანონი ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის გამო მიედავა ტელეკომპანია ფორმულას და ტელეკომპანია TV პირველს. საჩივრის მიხედვით ცენზურას და ეს ძალიან საინტერესო ტერმინია, პირდაპირ ცენზურას უნდა დაექვემდებაროს ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის რეჟიმად მოხსენებას, ამაზე ძალიან ნერვიულობენ როგორც ჩანს. ანუ რატო გვიწოდებთ რეჟიმის წარმომადგენლებსო, რეჟიმი რატომ ვარ თუ ამაზე ღელავს ირაკლი კობახიძეც და ქართული ოცნების ქვედარგოლების ყველაზე არა თვალსაჩინო წარმომადგენელის ღელავენ და ერთმანეთს უზიარებენ, ანუ გონიათ რომ გონიათ კი რა ასეც არის, რომ რაღაცა რეჟიმად მოიხსენიებთ, ესე იგი რეჟიმია, ხო? რასაკვირველია რეჟიმია, მაგრამ ამაზე ღელავენ და ამის გამო, რა ვიცი, ცდილობენ რომ ვინც რეჟიმად მოიხსენიებს მათ, ისინი გააჩვენონ. ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის რეჟიმად მოხსენიებას, საჩივარი მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა რეჟიმის პატიმარი, რეჟიმის წარმომადგენელი და ასე შემდეგ, ქართული ოცნების ფორმულას ბიზინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამოც უჩივის. ანუ ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძემ თავისი წარმომადგენელი გაუშვა მარეგულირებულ კომისიაში ბექაურთან, დაწერეს რაღაცა დოკუმენტი, ერთგვერდიანი, შვიდგვერდიანი, ათგვერდიანი, მოიშვლიეს მაგალითები, ვინ, როდის, რატომ, სად, რომელ საათზე, რომელ წუთზე თქვა, ახსენა ტერმინი რეჟიმი, ან ასე მაგალითად რეჟიმის პატიმრები, რეჟიმის სასამართლო, არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, ლიგა, ოლიგარქი, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ეს რამდენიმე ტერმინია, 3, 4, 5, 6, 7, შესანიშნავი 7-ეული ტერმინებისა, რომელიც ამნიშნულობა აქვს რომელმა ჟურნალისტმა წარმოთქვა ეს სიტყვები თავის სიუჟეტში, ავიცი, სალომე ბოკუჩავა, ასე მაგალითად, ხო? ხოშხოშვის ის გოგოს ქალბატონიც ვინც გაუშვეს ბოკუჩავა, არა თողოს სახელი არ მახსოვს, ანუ კობახიძის წარმომადგენელი და აი კობახიძის წარმომადგენელმა ბოკუჩავამ თქვა, რომ სალომე ბოკუჩავა პირობითად. სალომე ბოკუჩავამ ეს ტერმინები თქვაო, რეჟიმის პატიმრები, რეჟიმის სასამართლო და ასე შემდეგ და აეკრძალოს ტელეკომპანია ფორმულას ამ სიტყვების ხმარებაო. ხონდა, რატო არიან ახლა უნიჭოები? რო ჩავხედოთ მეგობრებო, ნახეთ, ეხლა მე ჩავხედავ და წავიკითხავ ისე არ გეგონოთ. სინონიმები. იდენტური მნიშვნელობის საგნობრივი მიმართებით ერთგვარი სხვადასხვა სიტყვები. შეადარეთ ანტონიმებს, სინონიმი და ანტონიმებია. მაგალითად, სინონიმებია სიტყვა პროსპექტი და გამზირი. რადგან ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს. აგრეთვე სინონიმებია მოსწავლე და მოწაფე, ავადმყოფი და სნეული, ლამაზი და მომხიბლავი და ასე შემდეგ. ეხლა დავფიქრდეთ ადამიანები, რომლებიც ხმარობთ სიტყვას, ვიშველიებთ სიტყვას რეჟიმი, მოვიგონებთ ამ სიტყვის ალტერნატივას, დიახ, კანონს, რომელიც უკანონოა დავემორჩილებით და სხვა სიტყვას მოვიშველიებთ, მაგრამ სულ რომ ვერ მოვიფიქროთ რომელიმე ერთი ტერმინის სინონიმი სიტყვა ან არ არსებობდეს, ან ჩვენ არ გვეყოს ნიჭიერება, ან ცოდნა, როგორი სიტყვით უნდა შევამკოთ, ესა თუ ის ხელისუფლება, კი არა ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი, ხო, შევამკოთ პირდაპირ მნიშვნელობით, მოვიგონებთ სიტყვას და იმ სიტყვით შევამკობთ, ასე მაგალითად ირაკლი კობახიძეს. და მე უკვე ქალბატონი ბოკუჩავა, რომელმაც სალომეს ბოკუჩავას უშივლა და ახლაც ვიტყვით უგნებავთ რა ქვია ამ ბოკუჩავას, თუ მოვძიებნე ინფორმაცია ამის თაობაზე, ახო სიუჟეტის ნახოთ და ნინოსი უბრალოდ საკადრო ტექსტი, როგორც წარადგინეს მათ საკუთარი სიუჟეტი, კი არა ჩვენი ფორმულა ჟურნალისტის სიუჟეტი, ხო და გაგზდიოს მე ამ ბოკუჩავამ თუ ირაკლი კობახიძემ. მე მოვიგონე სიმართლე გითხრათ, ერთი მოვიგონე, ოღონდ ესეც არ არსებობს. ჩავამატე ერთი 100 და უნდა აწი მომავალში, უნდა ვთქვა ხოლმე რომ ყლერნი გვებრძვიან. ეხლა თუ დაწერს ბატონი კობახიძე ან ბატონი პაპუაშვილი, რომ ირაკლი ტაბლიაშვილმა შეურაცხყოფა მოგვაყენაო, ვერ დაამტკიცებს ამას, ვერც ერთ სასამართლოში წესით, ხარა მურუსიძესთან კი დაამტკიცებს, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ რა სიტყვის ნუღარ ხმარობს ბატონი ტაბლიაშვილის სიტყვას ყლერნიო?
და ეს კარგით ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ მე მოვიგონე კი რა ესეც არის და ჩავამატე ასობგერა რ ხო და ერთგვარად მართალი იქნება შენ ჩვენი შეურაცხყოფა გინდოდა და იმიტომ მოიფიქრე რაღაც ეს დიო მაგრამ გამომეკიდება ისიც რაღაც მრუსის სასამართლოთი ხო ან რაღაც მისი მარეგულირებელი კომისია დამაჯარიმებს თუ დააჯარიმებს ტელეკომპანია ფორმულას მაგრამ მართლა სინონიმები რომ მოვიფიქრო და მაგალითად რეჟიმის პატიმრების ნაცვლად დავწერო ამ უკანონო ხელისუფლების ტყვეები რეჟიმის სასამართლოს ნაცვლად რომ დავთქვა უსამართლო სასამართლო არალეგიტიმური პარლამენტის ნაცვლად დავთქვა საკანონმდებლო კანონგარეშე ხელისუფლება ეგრეთ წოდებული პარლამენტის ნაცვლად დავთქვა პირველი ხელისუფლება რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია რამდენიმე სიტყვა მაგრამ მაინც გიბოდიშებთ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის ნაცვლად თქვა მიკერძოებული ვითომ საგამოძიებო კომისია ოლიგარქის ნაცვლად თქვა პირდაპირ სინონიმი არ არის მაგრამ მაინც ბანდიტი ამაზეც დაწერს ბატონი კობახიძე საჩივარს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ნაცვლად რომ თქვა ანგაჟირებულ პირთა თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე თუ ინდივიდებზე ან რუსთა თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე თუ ინდივიდებზე მე მესმის რომ ხა ერთი ტერმინით შესაძლოა ერთი სიტყვით მე სინონიმი ვერ მოვძებნე უმრავლეს შემთხვევაში მაგრამ შინაარსი ხო კარგად გადმოგეცით და თუ ამასაც ანუ პირობითად 880 სიტყვას აკრძალავს ქართული ოცნება და ჩვენ დავემორჩილებით თქვათ იმიტომ რომ მართლა ხა არავის არ უნდა ამ შეჭირვების ჯამს იყოს დაჯარიმებული და ჩაატარებენ თათბირს ფორმულაში და იტყვიან რომ აი სალომე ბოგუჩავა სალომე ლაბაძე ნიკა საჯაია და ასე შემდეგ გემუდარებით გთხოვთ აი ამ ტერმინებს მაინც თქვენ სიუჟეტებში აცდით და საკადრო ტექსტებშიც აცდით. ნინო, ვახო, სხვა წამყვანებს მიმართავენ. საავტორო გადაცემების ავტორებს რას ეტყვიან? ანუ მე ასე მაგალითად რას მეტყვიან? იმიტომ რომ საინფორმაციოზე აქვს ახლა განსაკუთრებული აქცენტი. გიორგი თარგამაძეს რას ეტყვიან? ინგა გრიგოლიას რას ეტყვიან? ნოდარ მელაძეს რას ეტყვიან? დავით ქაშიაშვილს რას ეტყვიან? ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში რას გვეტყვიან? არა, ესენი არ ეს სიტყვები არ მოიშველიოთო? დაუსრულებელია უნიჭოებს მიმართავ ქართული ოცნებიდან ჩვენი ნიჭიერება თქვენთან შედარებით. არა, ჩვენ რაღაც ზენიჭიერები კი არა ვართ, მაგრამ უბრალოდ ჩვენი ლექსიკა ან ჩვენი თვალსაწიერი თუ გნებავთ ესე ვიტყვი, გაცილებით ფართოა. და ყოველთვის მაშინაც კი როცა ჩვენ გავიჭედებით გარკვეული სინონიმის მოძიებაში, ჩვენ მოვახერხებთ და მოვიგონებთ სიტყვას. და მე ყოველ შემთხვევაში კარგით არ ვიხმარ ამ რეჟიმის პატიმრებს. მაგრამ ვიტყვი ყოველთვის რომ უკანონო ხელისუფლების პატიმრები არიან ესენი და თუ ეს სიტყვა უკანონო ხელისუფლება ეს ორი სიტყვა გაგაღიზიანებთ კიდევ ერთხელ დააწერინეთ ბატონ კობახიძეს მიმართავ დააწერინეთ ვინმე ბოკუჩავას და ალბათ კი არა ნამდვილად ბოკუჩავაა და სადღაც ნახავ რომ ბოკუჩავაა ბოდის ვიხდები ვახო სიუჟეტიც ვნახოთ ხო ვახო ნინოვრად წარადგინეს უყურეთ ბოდიშ თავიდან დავიწყოთ და მომჩივანი ნათია ბოკუჩავა ო არ შემშლია პირადად არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მინდობილობით და ფორმულას წინააღმდეგ მოქმედებს პირადად კობახიძის სახით. აი ხა ნათია ბოკუჩავას ოჯახის წევრებს მე ხო არ ვიცი ვინ არის მაგრამ მინდა ვურჩიო ვთხოვო მეგობრული რჩევა ჩემი მეგობრულიც არა მე ხოლმე თქვენი მეგობარი არა ვართ გარკვეული ალბათობით შეიძლება სანერთო ნაცნობებიც გყავდეს არ ვიცი რა ასაკის არის თქვენი ოჯახის წევრი ნათია მაგრამ ნუ აყოფინებთ ამ სიბინძურეში თავს იმიტომ რომ მან მიიღოს რაღაც 2785 ლარი ნუ ურჩიეთ რომ ნუ გახდება კობახიძის შნირი ფუბოდიშებს ცხადია მეც არ მიყვარს მაგრამ სხვა ტერმინის მოგფიქრება ჩემი ძლია რომელიც ერთგვარად ვერ დაცენზურდება ირაკლი კობახიძის მიერ განვაგრძოთ ვახოს და ნინოს სიუჟეტი კი არა ვახო და ნინო როგორ წარადგინეს ნახეთ
მიღების შესახებ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ფორმულას და ამოქმედდეს სანქციების აღსრულების დროებითი წესი. ახლა მოგიყვებით რა არის ამოკრებილი ფორმულა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ტექსტებიდან. ქართულ ოცნებას ჩანს, რომ ყველაზე მეტად აღელვებს ლეგიტიმაციის კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას ისინი თხოვენ სანქციებას ყველა იმ ფრაზისა და სახელდებისთვის, რომელიც მიანიშნებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და ამ საკითხთან მნიშვნელოვან. ჩვენი მიზანი არის სიმართლის თქმა საზოგადოებისათვის. ამოცანა, მისია, თუ გნებავთ ესე ვიტყვი. და თუ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, ბუნებრივია თითოეულმა ჩვენგანმა უნდა თქვას, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და მეცაც გეტყვით, ამ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები შესაბამისად არალეგიტიმურია. მათ შორის კომისია, რომელიც მუშაობს და რაღაც დასკვნას დაწერს წულუკიანი ბანდიტკას თავკაცობით, ხელმძღვანელობით, ისიც არალეგიტიმურია და თქმა მართლისა, სიმართლისა, ხესა შეიქს ხველსა ნედლად, კობახიძეს და წულუკიანს დასაკვირველია ვერ გაასწორებს ვერავინ, გარდა რაღაც მდგომარეობისა, მაგრამ ეს საზოგადოებას კი სულ ყოველთვის უნდა ვაცნობოთ, ჩვენი თუნდაც აი ობიექტურობასაც თავი დავანებოთ, იმიტომ რომ აბსოლუტური ობიექტურობა არ არსებობს, მოგეხსენებათ, ჩვენი სუბიექტური ობიექტურობა, სუბიექტური სიმართლე, ჩვენი შეფასება. რა, დიახ, ეხლა ხო ძალიან საინტერესო ნიუანსამდე მივედი, ხო, ესენი ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება რომ ვართო, ეს ფაქტი არ არისო, ეს არის შეფასებაო და დიახ, თუნდაც მარტო შეფასება იყოს, ჩვენ გვაქვს შეფასების გაკეთების უფლება, ჟურნალისტებსაც მათ შორის, თუნდაც საინფორმაციო გამოშვებაში და თუ მაინც და მაინც ქართული ოცნების მესვეურებს სურთ დაამტკიცონ, რომ ისინი არალეგიტიმურნი სულაც არ არიან, მობრძანდნენ და ან ტოქ-შოუებში, ან ჩაეწერონ ჟურნალისტებს და უთხრან, რომ იცით რა, ჩვენ რეჟიმის სულაც არა ვართ და იქნება ორი პოზიცია, ერთი უკიდურესი რადიკალისა, ვინც ამბობს, რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და მეორე ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლისა, ეს ჟღალი ბიჭი როა, ასე მაგალითად მისი ან დიმიტრი სამხარაძისა, რომელიც დღენიადაკ იმის მტკიცებაში იქნება, რომ ის არალეგიტიმური სულაც არ არის. ხოლო ჟურნალისტს მათ შორის საინფორმაციოშიც კი გაგიკვირდებათ და აქვს ამგვარი ტერმინების, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინების, როგორც ფაქტების, მაგრამ განსაკუთრებით როგორც შეფასებების, წარმოთქმის თუ საზოგადოებისათვის გაცნობის ვალდებულებაც არა მხოლოდ უფლება. ქართულ ოცნებას სურს ჩვენ გავჩუმდეთ. ახლა მოგიყვებით, რას გვიგრძალავენ. მათი სურვილია არ ვთქვათ, მაგალითად რეჟიმის პატიმრები. ფორმულა საინფორმაციო აქ რასთან არის კონფლიქტი, კი რა არ მოსწონთ ამ სიტყვაში, პატიმრები თუ რეჟიმის. მაღალი ალბათობით რეჟიმის, მე ვიტყვი, ან ვახო იტყვის, ან სალომე ბოგუჩავა იტყვის, ან ასე შემდეგ, უკანონო ხელისუფლების პატიმრებიო, რომელიმე ჩვენგანმა რო თქვას და კვლავ მიმეორებ, ეხლა გავანებოთ ახლა მართლა ამ სიუჟეტის ყურებას თავი, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელია სიუჟეტის ჩათვლით. 2 წუთი და 36 წამია პრინციპში არა უმეტეს, მაგრამ მაინც წუთი და 6 წამი კი ნანახი გვაქვს, ხო? შევცვლით ტერმინებს, სხვა ტერმინებს ვიხმართ. ვერავინ ვერ დაგვეწევა და კვლავ ვიმეორებ, ეხლა ის თქვი თუ აღარ მახსოვს, მე აღარ მახსოვს. მე შემიძლია მოვიგონოთ ნებისმიერ ჩვენგან, შეგვიძლია მოვიგონოთ ტერმინები. რუსს რო გიწოდებთ და რაც ხართ, ქართულ გვარიან რუსებს, ამაზეც უნდა მიჩივლოთ, კი არა უჩივლოთ ფორმულას, უჩივლეთ. პრობლემა არ არის. თხოვოს ფორმულას ხელმძღვანელობა მე პერსონალურად, რომ ქართულ გვარიან რუსებს ნუ უწოდებო. კი ბატონო, მომავალში დაუძახებ თუ უწოდებ ქართულ გვარიან კრემლისტებს, კრემლის პოლიტიკის გამტარებს. მგონი ესე არასოდეს არ შემიფასებია ესეთი სახელდება მათზე არ მომიხდენია თუ არ ვწდები. კრემლისტებს, ფესბეშნიკები თუ არ ვწდები მithქვამს. შეიძლება რომ ყველა სიტყვას გამოეკიდოთ, ჩამოწერეთ 800 არა, 800 სიტყვა საერთოდ ჯამში არ იცით უმრავლესობა თქვენგანმა, მაგრამ კარგით, 800, 1000 სიტყვა და ჩამოწერეთ რა არ უნდა თქვას მედიამ, მე დავიცავ და აუცილებლად მოვიგონებ 1001, 1247, 1398 და 3454 სიტყვას უფრო მძიმეებს გარწმუნებთ ვიდრე პირველი 1000-ია.
ამოიწუროს ამასობაში 20 წუთი, რას აპირებს ქართული ოცნება. ის აპირებს, ხო, მოლოდინი გვაქვს ხანდახან რომ ის ამ ჭანჭიკებს კი არა, ამ მარწუხებს მოუშვებს. რას აპირებს ქართული ოცნება? ის პირიქით უჭერს და უჭერს ამ მარწუხებს. რაც გარდაულად გამოიწვევს მის კრახს, გარდაულად და ხვედრი ბედი, რომელიც ელის ქართული ოცნების ცალკეულ ლიდერებს, ელით ცალკეულ ლიდერებს, იქნება გაცილებით მძიმე ხვალ, ვიდრე იქნებოდა დღეს, რომ ისინი გაჩუმებულიყვნენ, გაჩერებულიყვნენ, ვიდრე არის დღეს. რაც უფრო მეტად გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებსა კი არა და შეცდომებში კი არა, დანაშაულებში ქართული ოცნება, მით უფრო მძიმე იქნება ვერდიქტი, გამოტანილი არა მხოლოდ ისტორიის მიერ თუ მხრიდან, ისტორიამ ისინი უკვე დაასაჯა, ისტორიის ობიექტურ სახელმძღვანელოებში უკვე ჩაწერილია, ან ჩაიწერება თუ გრებავთ ასე ვიტყვი, რას წარმოადგენს ბიზინა ივანიშვილი და გამობიძინებული ზარქუა ტვინიანი კობახიძე, ასე მაგალითად, მაგრამ თანამედროვე დღეს და ახლა მაცხოვრებელი ადამიანებიც ძალიან მძიმე ბოდიშებ, ან ბოდიშის გარეშე, მუჯლუგვინს არა, ხელუკუღმა არტყავენ ირაკლი კობახიძეს, მტერს ქართული სახელმწიფოსი. მტერს არა მორტყა მხოლოდ იმით, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს, არამედ იმითაც, რომ ქვეყნის არც შიგნით ქმნიან, ცვლიან და ქვეყანა შიგნითაც რუსეთულ ქვეყანად, რუსულ ქვეყანად ეწყობა. ასეთად წარმოუდგენიათ სიტყვის თავისუფლების გარეშე, ადამიანის უფლებების, შემლახავი ხელისუფლების ლიდერობით არსებული ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზნესში მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ, კორუფცია უნდა ყვაოდეს, ნეპოტიზმი უნდა ყვაოდეს და ასე შემდეგ, ელიტები უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს იმ თარგზე მოჭრილი, როგორ თარგზეც იყო მოჭრილი საბჭოთა საქართველო, ასე მაგალითად 50-იან წლებში, ან 70-იან წლებში, ან 60-იან წლებში, ან თუნდაც 85 წლამდე თუ 90 წლამდე. ჩვენ ამას რო არ შევეგუებით გასაგებია და ისტორია მიუჩინა ადგილი ყველა ცუდ მმართველს საბჭოთა საქართველოს, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ცუდ მმართველსაც მიუჩინა, ბევრს ცოცხლები აღარ არიან ზოგნი, ხო? და ისტორია მიუჩენს ამათაც ყველაზე უფრო ცუდ ხელისუფლებას, აი საბჭოთა ხელისუფლებები რო იყო საბჭოთა საქართველოში, ხო, ასე მაგალითად მჟავანაძის ხელისუფლება, ეხლა როგორ შეიძლება გაიხსენო მჟავანაძის ხელისუფლება პოზიტიურად, ან შევარდნაძის აი 70-იანი წლებიდან ვიდრე 85 წლამდე, როგორ შეიძლება გაიხსენო, მაგრამ ის შევარდნაძე რაღაცა დათმობებზე კი არა, რაღაცეებზე ლაპარაკი შეიძლებოდა, მასთანაც კი 70-იანი წლების შევარდნაძეს გულისხმობ. ესენი არიან ჩარჩენილები კი არა, ესენი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს როდიონოები, პირდაპირი მნიშვნელობით, რომლებიც კლავენ ქართულ სახელმწიფოს და აგე ახლა სიტყვის თავისუფლების მოკვლაც უნდათ ოღონდ ჩვენ ფართო გაქანების ან ნიჭიერი მოქალაქეები ვიტყვით ოპონენტები ხელისუფლებისა, კრიტიკოსები, ხელისუფლებისა, მედია კრიტიკოსები, მედიიდან კრიტიკოსები, ვიტყვით იმას ყოველთვის ის თქმაც გარდაულად აუცილებელია. შეგზღუდავენ კანონით, მე ვიტყვი მაგალითად, ასე თქვა მოვიგონე ბოდიშს ვიხდი თავიდან ყლერდი უკაცრავად, ხო, ბოდიში, მე მოვიგონე და ვიტყვი კობახიძე ალი ყლერნთა ლიდერი. მსდიოს კობახიძემ რამდენიც უნდა. ნახვამდის.